საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობა იყო დღეს იოჰანეს ჰანის საჯარო ლექციის მთავარი თემა ილიას უნივერსიტეტში. ევროკომისარმა სტუდენტებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. შეხვედრას პროფესორებთან და ექსპერტებთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო. გასული წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საკმაოდ სწრაფად განვითარდა მოვლენები. ასოცირების ხელშეკრულებას ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე მოაქვს. საქართველოში უნდა ჩატარდეს რეფორმები, რაც თქოს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ევროპული ქვეყნების რიგში ჩადგეს. ვიზის გამარტივების რეჟიმი მეორე ფაზაზე გადადის. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ უვიზო რეჟიმს. ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი პრაქტიკული გზამკვლევი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. თუმცა ასოცირების შეთანხმება ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის გზით საშუალებას გვაძლევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება მდგრადი და შეუქცევადი გახდეს. ჩვენ გარდა აკადემიური ინტერესისა ევროპული სწავლებების სფეროში, ასევე ჩვენ მისიად მიგვაჩნია ხელი შეუწყოთ ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას, ამიტომაც ჩემი აზრით დღევანდელი შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი.